Იდან დღეს მხოლოდ პარტიის რიგითები გამოჩნდნენ მედიასთან და ისინი ძირითადად იცავდნენ მათი პარტიის დამფუძნებლის ფულს და ამტკიცებდნენ იმას, რომ ბიძინა ივანიშვილს არანაირი გადამალული ქონება არ აქვს და ყველაფერი არის გამჭვირვალე. ასევე ისინი მიმართავდნენ დღეს როგორც ბრიტანეთს, ასევე სხვა ქვეყნებს, რომ როგორც ბიძინა ივანიშვილისთვის, ასევე მათთვის ქართული ოცნების წევრებისთვის არანაირი ფასი არ აქვს სანქციებს, რომელიც ნამდვილად შესაძლოა იყოს დამანგრეველი როგორც ივანიშვილისთვის, ასევე ქართული ოცნების სხვა წევრებისთვის, ვინაიდან არაერთი პოზიცია მოგვისმენია ჩვენ იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, რაც ამ დროისთვის არსებობს უკვე მოქმედი, არის ძალიან რბილი და ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის. ერთ რამ ვერ გაიგეს, რომ ქართული ოცნების გუნდის წევრებისთვის და განსაკუთრებით ჩვენი გუნდის დამფუძნებლისთვის, ბატონი ბიძინა ივანიშვილისთვის, საერთოდ სიტყვა სანქციას და მის შედეგებს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ასე რომ კარგად დაიმახსოვრონ ადამიანებმა, რომ მუქარებს, შანტაჟებს არავითარი აზრი არ აქვს და უკვე სასაცილოც კი არ არის ქართული ოცნების გუნდის წევრებისთვის. ერთი რამ თავისუფლად შემიძლია გითხრათ, რომ დაბალული ქონებები ბატონ ბიძინა ივანიშვილს არ აქვს, უბრალოდ სათბურს და რა კომპანიებს ხმობს, ის ჩვენთვის უცნობია, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ რომ მიმართოთ ქართულს და ბატონი ბიძინა ივანიშვილის ქონებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, კითხვის ნიშანი არ არსებობს, მას ყველაფერი გამჭვირვალედ აქვს, ახლა რომელ ქვეყანაში რა ქონებას ფლობს და რომელ ანგარიზე რა თანხაუდებს, ეს არავის საქმე არ არის, ეს არის მხოლოდ ბატონი ბიძინა ივანიშვილის საქმე, რა თქმა უნდა. ახლა კონკრეტულად ბრიტანეთის მხრიდან ჩვენ მუდმივად გვესმის ეს რაღაცა შანტაჟი, სანქციებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ, რა ვიცი, ეს მათი გადასაწყვეტი არის, თუმცა, როდესაც რაღაცა უსაფუძვლო შანტაჟზე არის და უსაფუძვლო სანქციებზე არის საუბარი, ვის მხრიდანაც მოდის ეს კონკრეტული ქვეყანა იქნება თუ კონკრეტული ევრობიუროკრატია იქნება, ეს თავისივე იმიჯს აზიანებს. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ბრიტანეთის სანქციები წლების განმავლობაში არ ვრცელდებოდა ოფშორულ ზონებზე და იქ ბიზნესის რეგისტრაცია იყო შედარებით უსაფრთხო და ქონების გადამალვა, თუმცა ბრიტანეთში ეს კანონი შეიცვალა და ახლა უკვე ბრიტანული სანქციები ჩვეულებრივ ვრცელდება ოფშორულ ზონებზეც და ანალიტიკოსების შეფასებით ამ მხრივაც ძალიან დიდი რისკის ქვეშ დგას ბიძინა ივანიშვილი, ვინაიდან მართალია მან დაიწყო ქონების გადმოტანა საქართველოში, თუმცა რიგი კომპანიების ისევ რჩება ოფშორულ ზონებში.